5 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიამ შუახევის ჰესების კასკადის ოპერირება დაიწყო. წელს კომპანიამ 300 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა და საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად გამომუშავებული ელექტროენერგია მზარდ დინამიკას აჩვენებს. BMG-ის გუნდი მაღალმთიან აჭარას ესტუმრა, რათა ადგილზე ინახა, როგორ მუშაობს ენერგოობიექტი, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავებას დაახლოებით 5%-ით ზრდის. 5 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარისწყალი ჯორჯიამ შუახევი ჰესების კასკადის ოპერირება დაიწყო. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტია საქართველოში, რომელიც წლიურად ქვეყნის გამომუშავებულ ენერგიას 5%-ამდე ზრდის. სწორედ ამიტომ BMG-ის გუნდი ჩამოვედით აჭარაში, რათა ჩვენი თვალით გვენახა თუ როგორ მუშაობს ეს ინფრასტრუქტურული პროექტი. $187 მეგავატი სიმძლავრით შუახევი ჰესის კასკადი ბოლო 10 წლეულის განმავლობაში საქართველოში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია. ის უკვე 5 წელზე მეტია სტაბილურად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯია დღემდე ქართული ენერგოსექტორის ყველაზე დიდი ინვესტორია, რომელმაც ქვეყანაში $550 მილიონი ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის მფლობელებს თანაბარი წილით წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy და ინდური Tata Power. მშენებლობის საწყის ეტაპზევე ინვესტორების მიერ გაცხადებული იყო, რომ ენერგოობიექტი ქართველი ინჟინერების მართვის ქვეშ იქნებოდა. კომპანიამ პირობა შეასრულა. შუახევი ჰესების კასკადის ოპერირებას ქართველი კადრებისგან დაკომპლექტებული გუნდი ხელმძღვანელობს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი შუახევი ჰესის ელექტროსადგურზე მისვლისთანავე იგრძნობა. როგორც კომპანიის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი ლაშა ღოღობერიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, უსაფრთხოების სისტემები როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებს შეესაბამება. უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ხელმძღვანელობთ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის თანამშრომლებს მუდმივად უტარდება სხვადასხვა სახის ტრეინინგები. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ოპერირების გუნდის ხელმძღვანელი თამაზ ურეკაძე ამბობს, რომ მისი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში შუახევის და სხალთა ჰესების მართვა მონიტორინგს უზრუნველყოფენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მართვის ფარზე, საიდანაც მიმდინარეობს შუახევის და სხალთა ჰესების მართვა და მონიტორინგი. ჩვენი კომპანიის ოპერირების გუნდი უწყვეტად ახორციელებს ჰესის გამართულ მუშაობას. მონიტორებზე წარმოდგენილია ჰესის მოწყობილობები, გვირაბები და სათავე ნაგებობები ციფრული გამოსახულებით. აგრეგატები ყოველთვის მზადყოფნაშია, რათა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნის შესაბამისად ნებისმიერ დროს მივაწოდოთ ელექტროენერგია. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად აჭარისწყალი ჯორჯია მართვის პროცესში ციფრული გადაწყვეტილებების ინტეგრირებაზე აქტიურად მუშაობს. 2025 წელს შუახევის ჰიდროელექტროსადგურში თანამედროვე ციფრული სისტემა დაინერგა, რომელიც ძირითადი მოწყობილობების მონიტორინგსა და ანალიზს რეალურ დროში უზრუნველყოფს. კომპანიის ციფრულ სერვისებზე გარასვლა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ოპერირების პროცესის გაუმჯობესებას. მიმდინარე წელს ჩვენ დავნერგეთ ახალი სისტემა, სადაც QR კოდის სკანირებით ხდება ჰესის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების, ამავდროულად სათავე ნაგებობების შემოწმება და მონაცემების შენახვა ჰესის მთავარ სერვერზე. შუახევის ჰესის უწყვეტი ოპერირების უზრუნველსაყოფად ელექტროტექნიკური გუნდი ყოველდღიურ ტექნიკურ მონიტორინგს აწარმოებს. სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან ნებისმიერ ტექნიკურ გამოწვევას პროაქტიული მიდგომით უპასუხონ. ელექტროტექნიკური გუნდი წლიური გეგმის შესაბამისად ყოველდღიურად ახორციელებს როგორც გენერატორების, დაცვის, მართვის, ავტომატიკის, აღგზნებისა და სხვადასხვა სისტემების, აგრეთვე აქ არსებული ელექტროემოწყობილობების დიაგნოსტიკასა და კონტროლს. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა ნებისმიერი დეფექტის ან რაიმე სახის გაუმართავობის აღმოჩენის შემთხვევაში პროაქტიულად უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას. დიდაჭარის კაშხალი შუახევი ჰესის ძირითადი წყალმიმღებია. სტრატეგიული ინჟინერული ნაგებობა, რომელიც 52 მეტრის სიმაღლისაა. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 2 მილიონ მეტრ კუბზე მეტრს აღწევს. მისი ზედაპირის ფართობი კი 15 ჰექტარია. კაშხლის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს მისი მუდმივი მონიტორინგი. ჩვენი საქმიანობის პროცესში მუდმივად ვცდილობთ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. გასულ წელს განხორციელდა სხალთა დიდაჭარის გვირაბის დათვალიერება დისტანციურად მართვადი წყალქვეშა რობოტის საშუალებით. ამ მიდგომამ საშუალება მოგცა მიგვეღო გვირაბის მაგარი გარჩევადობის 3D პროფილი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ გვირაბი ტექნიკურად გამართულია.
შუახევის ჰესების კასკადმა ოპერირება 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მას შემდეგ სადგურმა 200 გიგავატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა და 2022 წლიდან ყოველწლიურად აჭარბებს საპროექტო მაჩვენებლებს. წელს 5 თვეში შუახევი ჰესმა თითქმის 300 მილიონ კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯია ოპერირების პარალელურად ტექნიკურ განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს. უახლოესი ციფრული სისტემები უკვე გამოყენებაშია, ხოლო სამომავლო გეგმები სწორედ მართვის პროცესების ტექნიკურ დახვეწასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას უკავშირდება.